კანონი ფარული მიყურადების შესახებ შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების მიზეზი. გააჩნია რა სახით შეეცდებიან კანონპროექტის დამტკიცებას დეპუტატები. ასარჩევი ვარიანტები კი ახლა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქამდე იყო, რაც კიდევ უფრო მეტ დაბნელობას იწვევს. უკვე უმრავლესობაშიც კი ორ განსხვავებულ ვერსიას განიხილავენ. მივყვეთ თანმიმდევრობით, ჯერ ვნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს და რატომ არის ეს საკითხი ასეთი დაუსრულებელი კამათის თემა. დღევანდელი კანონმდებლობით თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდება კონკრეტული პირის ფარული მოსმენა, ის მიმართავს სასამართლოს. თუ სასამართლო მას ამის ნებას დართავს, მაშინ სამართალდამცველები უკვე დაიწყებენ მიყურადღებას, მაგრამ აქ ჩნდება ერთი საინტერესო დეტალი. ფარულ მიყურადებას სპეციალური ტექნიკა სჭირდება, რომელიც მობილური კავშირის კომპანიებში დგას. დღეს ამ აპარატურასთან პირდაპირ წვდომა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველებს ნებისმიერ დროს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც შეუძლიათ ეს ტექნიკა გამოიყენონ და ფარულად მოусმინონ მოქალაქეებს. ეს ბუნებრივია კანონის დარღვევაა, როდესაც მიყურადღება სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება, მაგრამ სწორედ ამაზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ვინაიდან მოსასმენი აპარატურის ეგრეთ წოდებული გასაღები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, შეუძლებელია იმის გაკონტროლება, ელოდება ის მოსამართლის გადაწყვეტილებას და მხოლოდ შემდეგ იწყებს ფარულ მოსმენას, თუ უსმენს ვისაც უნდა და როცა უნდა, მაგალითად მე. სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ სამართალდამცველები უსმენენ ვისაც უნდათ და როცა უნდათ. ბუნებრივია, რომ მთავრობას არ სურს ასეთი კომფორტული სიტუაციის დათმობა და პრემიერ-მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ მხარს უჭერს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოსასმენ აპარატურაზე წვდომის ბერკეტი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დარჩეს. ერთი დამატებით. გასაღების გამოყენებას მკაცრად გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მაგრამ გამოიცანით, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს? პრემიერ-მინისტრი, ანუ ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვერსიით მოსასმენ აპარატურაზე პირდაპირ წვდომას მთლიანად მთავრობა ინარჩუნებს. გასაკვირი არ არის, რომ ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე მეტად სწორედ ეს კანონპროექტი მოსწონთ, რომელიც პარლამენტში ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის და გედევან ფობხაძის ავტორობით შევიდა. როგორც გითხარით, უმრავლესობიდან კიდევ ერთი კანონპროექტია დარეგისტრირებული, ამჯერად ვახტანგ ხმალაძის ავტორობით. ამ ვარიანტით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოერთვება მოსასმენ აპარატურაზე პირდაპირ წვდომის უფლება და ის გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. და არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს ხელისუფლებას, თუმცა კანონპროექტას ეს წინადადება ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულა. ამ ინიციატივის მიხედვით უნდა არსებობდეს ორი გასაღები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რათა მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული უკანონო მოსმენების შესაძლებლობა. ეს გასაღებები უნდა გადაეცეს თავად მობილურ ოპერატორებს, სადაც დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა და სასამართლოს. ამ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდება მიყურადება, ის მიმართავს სასამართლოს და თუ მოსამართლე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ სასამართლო და მობილური ოპერატორები ერთად ამოქმედებენ მათ ხელთ არსებულ გასაღებებს და დაიწყება კონკრეტული პირის მოსმენა. თქვენ ხედავთ, რომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად ეცლება ხელიდან მოსასმენ აპარატურასთან პირდაპირ წვდომის საშუალება და შესაბამისად სამართალდამცველები საკუთარი ნებასურვილით უკანონო მოსმენების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. თუ აქამდე არ გაგიგიათ, შეგიძლიათ ახლა ნახოთ, რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივაზე. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ეს ეგრეთ წოდებული გასაღები, ორი გასაღების პრინციპი არის. ერთი არის სასამართლოს ხელში, რომელიც არის შემოთავაზებული NGO-ების მხრიდან და მეორე არის მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, რა თქმა უნდა. ამას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. ეს ძალიან მარტივ ასახსნელია, რომ ამას ეხლა გეგმავენ ნაციონალები, იყენებენ თავის არასამთავრობოებს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ ვართ დღეს სახელმწიფო. სახელმწიფოსთან ასეთი მოპყრობა არავის არ გაუვა. მათი მთავარი მიზანი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს. მანამ სანამ ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. არავის არ მივცე უფლებას, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს მოსახლეობაზე.